ამბავი იმის შესახებ, როგორ ხდებიან ზრდასრული ადამიანები არასრულწლოვნების თაღლითობის მსხვერპლი კიბერდანაშაული Facebook-ით. არასრულწლოვანმა, რომელმაც ინტერნეტ ბანკის ფიშერული ანუ ანალოგიური ცრუგვერდი შექმნა, Facebook მომხმარებელს გათამაშება მოუწყო. უკვე მე რამდენად ათეულობით ადამიანს მოგების სურვილით საკუთარი ხელით შეყავს პირადი მონაცემები გაურკვეველ საიტებზე, რის გამოც ისინი მოგების ნასვად წაგებულები რჩებიან. ფული განაღდებულია თაღლითებმა 8 მოქალაქეს ანგარიშებიდან თითქმის 73,000 ლარი მოუხსნეს. ბანკომატში შევამოწმეთ, გადავამოწმოთ მაინც რომ თანხა მქონა თუ არა ანგარიშზე. და რომ მივედი ბანკომატთან და შევამოწმეთ, თანხა რეალურად აღარ იყო. ახალგაზრდა მამაკაც პირადი ანგარიშიდან 6,100 ლარი ჩამოეჭრა, თუმცა რის გამო თავდაპირველად ვერ მიხვდა. ის რომ თაღლითობის მსხვერპლი იყო, ეჭვი მაშინ გაუჩნდა, როდესაც გაახსენდა, რომ რამოდენიმე დღით ადრე Facebook-ში საბანკო რეკვიზიტებით აპლიკაცია შეავსო, იმ იმედით, რომ ავტომობილს ან სხვა ფასიან საჩუქარს მოიგებდა. დაზარალებული კურიერთან ყვება, რომ შეტყობინებები სოციალურ ქსელში მას კონკრეტული ბანკის სახელით მიუვიდა. Facebook-ზე მომივიდა მული და მულზე რო გადავედი, ანუ რეკვიზიტები, საბანკო რეკვიზიტები მომთხოვა და შევავსო საბანკო რეკვიზიტები რა. და ანუ აღმოჩნდა, რომ თაღლითობის სქემა იყო რაღაც და რომ შევამჩნიე ანუ ყველაფერი და რომ მომეჭრა თანხა, მივმართე სამართალდამცავ ორგანოს. სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს, ერთი არასრულწლოვანი კი დანაშაულისთვის ამხილეს. სწორედ 17 წლის ბიჭია გამოძიების ინფორმაციით ეგრეთ წოდებული ფიშერული გვერდის შემქმნელი, საიდანაც ინტერნეტ მომხმარებლები სოციალურ ქსელში შეტყობინებებს იღებდნენ. სქემის მიხედვით მოქალაქეებს გათამაშებაში მონაწილეობას თავაზობდნენ, თუმცა მანამდე მსურველებს სპეციალურ ბელში პერსონალური ინფორმაცია უნდა შეეყვანათ. რამდენიმე წუთში კი ამ მონაცემებს კიბერდამნაშავეები შიფრავდნენ. ოფიციალური ინფორმაციით მხილებული არასრულწლოვანი საბანკო ბარათებიდან თანხას ხსნიდა და თანამძრახველების საგანგებოდ შექმნილ ანგარიშებზე რიცხავდა. უკანონოდ მითვისებული თანხის საერთო რაოდენობა 75,200 ლარია. რეკლამაში იყო მითითებული, რომ ყოველი მე-10 მომხმარებელი მოიგებდა ავტომანქანას, ოღონდ ამისათვის საჭირო იყო შესაბამის ინტერნეტ ბანკში ავტორიზაციის გავლა. მოქალაქეები შევიდნენ შეცდომაში და მათ მიაწოდეს თავიანთი ინტერნეტ ბანკში ავტორიზაციისათვის საჭირო პარამეტრების გადაცემა ეგრეთ წოდებული ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრისათვის, რომელმაც შემდგომში უკვე მოახდინა მათ ინტერნეტ ბანკში უნებართო შეღწევა და აღნიშნული ინტერნეტ ბანკიდან თანხების სხვა მიმართულებით გადარიცხვა. კიბერდამნაშავეები საქართველოს ბანკის სახელით მოქმედებდნენ. დანაშაულებრივ სქემაზე მცირე განმარტება ბანკმაც გააკეთა და საკუთარ მომხმარებლებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა. საქართველოს ბანკმა აქტიურად ითანამშრომლა საგამოძიებო სტრუქტურებთან, რის შედეგადაც მოხდა დამნაშავეების დაკავება. რაც შეეხება ფიშინგის კუთხით მომხმარებლის ცნობადობის ამაღლებას, ბანკი პრევენციის მიზნით აქტიურად აწარმოებს კამპანიას ყველა შესაძლო არხში. თაღლითური სქემის სავარაუდო ავტორები ამ დროისთვის წინასწარ ორთვიან პატიმრობაში რჩებიან, თუმცა დაკავებულების ინტერესების დამცველებს იმედი აქვთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ მალევე გაათავისუფლებენ. ადვოკატების მტკიცებით სამივე დაკავებული თავად არის მსხვერპლი და დანაშაულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ. მას საერთოდ არ ქონია რაიმე კონტაქტი საუბარი ამ 17 წლის ბავშვთან, რეალურად არც იცნობს. ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი ორხანი უბრალოდ დათანხმდა მეგობარს, რომ ანგარიში გახსნას, რაც ნებისმიერ ჩვენგან შეიძლება მოუვიდეს, რომ მეგობარმა გთხოვოს საბანკო ანგარიში გახსენი, თანხა უნდა ჩამირიცხონ, შემდეგ ავიღებ თანხას. ამ ეტაპზე მოკლედ შემოგვიფარგლები ნათია. არ აღიარებს. თავს დამუშავებით არ ცნობს და სხვა კომენტარს ჯერჯერობით ვერ გავაკეთებ. გახშირებული კიბერდანაშაულის ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობაა, ასე ფიქრობენ კიბერუსაფრთხოების ექსპერტები. მომხმარებლებში არის ძალიან მაღალი პრობლემა ცნობიერების დონის, მათ ხშირად ელემენტარული საბაზო კიბერჰიგიენის ნორმების არ იციან, ეს ხელს აძლევს კრიმინალს ასეთ დროს, განსაკუთრებით პანდემიის დროს, როდესაც ისედაც ტრენდი იზრდება და თანაც მიდრეკილება ძალიან აქტუალური ხდება ამ ტიპის დანაშაულებებზე, ეს ყველაფერი მიმართულია უშუალოდ მომხმარებლის წინააღმდეგ. გამოძიება 3 მუხლით კერძო საიდუმლოების დარღვევის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართო შეღწევისა და დიდი ოდენობით ქურდობის მუხლით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.